ოდესღაც ერთ სოფელში მდიდარი ქვრივი ცხოვრობდა. მას ნუგეშად ზეცისგან ბოძებული ყმაწვილი ვაჟი უმარი ჰყავდა. ერთხელ მამამ უმარს უთხრა: "ფულს მოგცემ ყმაწვილო, სულის წადილისამებრ იყიდე რამე." უმარი გაემართა, მაგრამ თავადაც არ იცოდა საით. სოფლის ბოლოს ბიჭებს წაადგა, რომელთაც კატა დაეჭირათ მომაკვდინებელ ცოდვაზე შავი და მისთვის ტყავის გაძრობას აპირებდნენ. მაგრამ როგორც კი ფული შესთავაზა, კატა მაშინვე დაუთმეს. ასე იყიდა უმარმა კატა და მასთან ერთად შინ დაბრუნდა. მამამ კვლავ მისცა ფული და უმარი ისევ გზას გაუდგა. დიდხანსი არა, ბოლოს დაინახა, როგორ სურდათ კაცებს ლეკვის დახრჩობა, მაგრამ ლეკვი საშინელ სიკვდილს გადაურჩა. უმარმა მისი ყიდვა მოახერხა და მალევე მასთან ერთად შინ დაბრუნდა. მამამ მესამედაც მისცა უმარს ფული. ყმაწვილი შემოbrunდა და კვლავ გზას გაუდგა, მაგრამ საით ისევ არ იცოდა. უეცრად ჭაბუკი ხედავს, წყემსი კომბლით გველს კლავს და იმავე წამს მთელი სისწრაფით იმ ადგილისკენ გაიქცა და წყემს სთხოვა გველი მოეყიდა. მანაც ყმაწვილს ფული ხელიდან გამოსტაცა და თვალს მიეფარა. ხოლო გველმა როცა მიხვდა, რომ ცოცხალი გადარჩა, უმარს უთხრა: "მადლობა მეგობარო, წამომყევი ჩვენ სახლში, დედაჩემს გველს გაგაცნობ." ის დაგაჯილდოებს იმისთვის, რომ მისი შვილი გადაარჩინე. ნებისმიერ წვენს შემოგთავაზებს, მაგრამ შენ, უმარ, სულაც არ შეშინდე და მხოლოდ მძივის თხოვე. ყმაწვილი ასეც მოიქცა და შინ კმაყოფილიც დაბრუნდა დედაგველისგან ბოძებული მძივით, რომელსაც ერთ წამში შეეძლო შეესრულებინა ნებისმიერი სურვილი იმისა, ვინც ხელში აიღებდა და თავის ნებას განუცხადებდა. უმარმაც მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება. სასწრაფოდ შეერთო ცოლი, ისეთი ლამაზი, რომ ყველას შეშურებოდა და ისეთი კეთილი, რომ ყველას გაჰკვირვებოდა. თვალის დახამხამებაში მის წინაშე მშვენიერი ქალწული წარსდგა. ის მისი ცოლი გახდა და ბედნიერება უღიმოდათ მათ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდი ხნით. ძივის შესახებ შეიტყო ალდარმა და როცა უმარი სტუმრად იყო მანაბრეშუმის ლამაზ ნაჭერში გაუცვალა ის მძივი უმარის ახალგაზრდა ცოლს და მყისვე მისი მფლობელი გახდა. მაშინვე ალდარის სურვილით უმარი ლოდის ქვად გადაიქცა და განწირული იყო საუკუნოდ დარჩენილიყო უძრავ ქვად. ამის შესახებ კატამ და ლეკვმა გაიგეს და მაშინვე მიხვდნენ, როგორ დახმარებოდნენ უმარს. დაუყოვნებლივ მიირბინეს ალდარის სახლთან. კატა სახლში შეიპარა და სანამ ლეკვი გარეთ იცდიდა, ალდარს ჯადოსნური მძივი მოჰპარა. მიირბინეს ნადავლთან ერთად ქვასთან. კატამ მძივი გაუსვა და სიხარულისგან ცას ეწივნენ, როდესაც უმარი ცოცხალი წარსდგა მათ წინაშე. უმარმა მძივი ხელში აიღო და მაშინვე უბრძანა. ალდარი გაქრეს სოფლიდან სამუდამოდ, შორს, ხოლო მთელი მისი სიმდიდრე დაუყოვნებლივ გადაეცეს სოფლის უბედურ მცხოვრებლებს, რათა მათთვის ცხოვრება სანატრელი გახდეს. მძივმაც იმ წამსვე შეასრულა მისი სურვილი. სამუდამოდ გაქრა ბოროტი ალდარი, მასთან ერთად კი სოფლის უბედურება. ყველას გასაკვირად სახლებში ბედნიერება შევიდა. უმარი კი, რომელიც ყველას შორის უდარდელად ცხოვრობდა, გველის საჩუქარს მხოლოდ თავისი სოფლელების საკითხილდღეოდ იყენებდა. სანამ ერთ დღეს, როცა უკვე ძალიან მოხუცდა, სიბნელის კარი მის წინაშე ალერსიანად არ გაიღო და ადამიანები მას სამუდამოდ გამოემშვიდობდნენ.